მმართველი გუნდი სასამართლოზე ზეწოლად განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე გერმანიის, ესტონეთისა და შვედეთის ელჩების დასწრებას. საქმის განმხილველი მოსამართლე სწორედ ესტონეთის მიერ არის დასანქცირებული. სხდომის დაწყებამდე გერმანიის ელჩმა თქვა, რომ პოლიციელზე თავდასხმა გერმანიაშიც დანაშაულია, თუმცა ამ შემთხვევაში პეტერ ფიშერი პრობლემას სასჯელში ხედავს. გერმანიაში რა თქმა უნდა პოლიციისთვის ხელის დარტყმა დაუშვებელია, მაგრამ ის უკვე 4 თვეა დაკავებულია. აქ მთავარი საკითხია პროპორციულობა. რამდენად შეესაბამება მისი პატიმრობა იმ ქმედებას, რაც მას ბრალად ედება. შესაძლოა ის, რაც გააკეთა, ამ 4 თვიანი პატიმრობით უკვე დაფარულია. ეს არის ზეწოლა სასამართლოზე, როდესაც ელჩი, რომელიც ამხელა სახელმწიფოს, ჩვენ პარტნიორ სახელმწიფოს წარმოადგენს, ესწრება კონკრეტულ სასამართლო პროცესს და ამით ცდილობს, რომ ზემოქმედება მოახდინოს მოსამართლეზე. ჩვენ უარესიც გვინახავს, როდესაც მაგალითად კონკრეტული გააწყვეტილების მიღების გამო საელჩოს, შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი იბარებდა ქართულ მოსამართლეებს და მათ ანგარიშს სთხოვდა, მერე კი სანქციებს უწესებდა ამ მოსამართლეებს კონკრეტულად. იგივე ხდება ფაქტიურად დღეს, როდესაც ესე საჯაროდ განაჩენის გამოტანამდე ცდილობენ რომ მოსამართლეზე მოახდინონ ზეგავლენა. ეს არის ჩვენი ქვეყნაში და საქმეებში ჩარევა. არა, რა შეიძლება კიდევ იყოს იმის ნათელი და მკაფიო მაგალითი, თუ არა მცდელობა მართლმსაჯულების განხორციელებაზე მოახდინოს ზეგავლენა.